კურსიჯი ერთი წლის გახდა, ეს არის ვალუტის გადამცვლელი ციფრული პლატფორმა. საინტერესოა გამართლა თუ არა პროდუქტმა, რა აჩვენა ერთმა წელმა, როგორი შედეგები აქვს პლატფორმას და რას პირდება კომპანიის გუნდი მომხმარებელს მომავალში. ამ თემებზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია კურსიჯის დამფუძნებელი ნინო კუპრაშვილი. გამარჯობა ნინო და მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. რამდენიმე თვე კი გავიდა ამასობაში ჩვენი ბოლო შეხვედრიდან და ზუსტად მაგის შეფასებით მინდა რომ დავიწყოთ თქვენი გადასახედიდან, ერთი წლის გადასახედიდან, როგორი იყო ეს ერთი წელი? აი რა კითხვაც წარდგენაში დავსვი, გამართლა თუ არა ამ პროდუქტმა და ის მოლოდინი, ის შედეგი მიიღეთ თუ არა, რასაც ელოდებოდით? კი ბატონო, უფრო შორიდან დავიწყებ. ეხლა ვიხსენებდი ზუსტად რომ მომიწვიეთ დაახლოებით რამოდენიმე თვის წინ, თლად ერთი წელი არ არის მას იქიდან გასული, რამ ხელა ცვლილებები განვიცადეთ აი ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესისთვის და მით უმეტეს სტარტაპისთვის ერთი წელი კრიტიკულია. ჩვენთვისაც ეს ერთი წელი იყო თავგადასავლებით ახსოვსე. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით დაახლოებით 15 ჯერ უფრო დიდები ვართ, ვიდრე აი 8 თვის წინ, როდესაც აქ მოვედი. ამ ერთი წლის ბოლოს გვაქვს გადაკონვერტირებული 800 მილიონზე მეტი ლარი, გვაქვს 30,000-ზე მეტი მომხმარებელი, მათ შორის 1500 კომპანია, საშუალო და მცირე ზომის კომპანიები, რამოდენიმე არის მხოლოდ დიდი, თუმცა ამ სეგმენტზე ვართ ზუსტად ფოკუსირებული. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთი წელი წარმატებით დავხურეთ და დავასრულეთ, თუმცა წინ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი ზრდის ეტაპი გველის. მაყურებელმა მასშტაბები რომ დაინახოს, უბრალოდ მე შევახსენებ, რომ როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ, შევხვდით ერთმანეთს და რამდენიმე თვის ფუნქციონირება, ისტორია ჰქონდათ პრინციპში ბაზარზე მოქმედების და ოპერირების, 1000 მომხმარებელი ყავდათ და ეხლა რამის 20,000 მიაღწიეთ. 30,000 მიაღწიეთ, 20,000-ად გადაცდა ბევრად. მაშინ მახსოვს ერთი საინტერესო დეტალი აღნიშნეთ თქვენ, რომ ზრდასთან შედარებით, მომხმარებლების დასთან შედარებით თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორი, რომ მომხმარებლების 60% გიბრუნდებოდათ უკან. ეხლა როგორ არის ეს მონაცემი როგორი გაქვთ და მონაცემი არ შეცვლილა, ცოტა კიდევ გაიზარდა, დაახლოებით 65%-ზე ვართ. ის დანარჩენი პროცენტიც იმიტომ არ გვიბრუნდება, რომ უბრალოდ ყველას არა აქვს საჭიროება, რომ თვეში ერთხელ აკონვერტიროს ვალუტა. რეალურად მთავარი მიზეზი, რატომაც დავიწყეთ, არის ის, რომ ვალუტის კონვერტაცია საქართველოსთვის ძალიან აქტუალურია, ბევრ ადამიანს სჭირდება და ბევრ კომპანიას სჭირდება და იყო ნათელი, აუცილებელი ესეთი ნათელი ტკივილი, ესე რომ ვთქვათ, რომ ან ძვირი ღირს, ან უნდა წავიდე ჯიხურში, უნდა დავხარჯო დრო და ენერგია, კიდევ უსაფრთხოების ნორმები ბოლომდე არ არის დაცული. შესაბამისად, ჩვენ შევქმნით პლატფორმა, რომელიც თავაზობს საუკეთესო კურსს და თან ონლაინ თავისი ოფისიდან ან სახლიდან გაუსვლელად და შესაბამისად, აი რომ წარმოვიდგინოთ, ნებისმიერ $5,000 კონვერტაციაში მინიმუმ 150 ლარს აუცილებლად ვაზოგინებთ ინტერნეტ ონლაინ ბანკთან შედარებით. აი თქვენ რადგან კონკრეტული რიცხვები ახსენეთ, საინტერესოა ისიც გაქვთ თუ არა ლიმიტები. იმიტომ რომ შარშან ქონდათ რაღაც გაზრდილი, ქონდათ ეს ლიმიტი 200,000 იყო თუ არ ვცდები კომპანიაზე და 30,000 ფიზიკურ პირზე. ეხლა გვაქვს 50,000 კომპანიაზე და 300,000 ლარი ფიზიკურ პირიქით, ხო? პირიქით. 300,000 ლარი კომპანიაზე და 50,000 ლარი ფიზიკურ პირზე. გაზრდილი გვაქვს ეს ლიმიტები. რეალურად მომხმარებლებს ხშირად ვეკითხებით უკავშირს, მათთვის ეს ლიმიტები ამ ეტაპზე პრობლემას არ წარმოადგენს, ამიტომ უფრო სხვა მომსახურებების განვითარებაზე ვართ ფოკუსირებული, მაგალითად ისეთი როგორიც არის ვალუტის დამატება, რომ უფრო დიდი მრავალფეროვნება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ამჟამად გვაქვს $, ევრო და $, წყვილი, აუცილებლად უახლოეს მომავალში დავამატებთ ახალ ვალუტებს. და თან გეგმებს შეეხეთ კიდე აი იმ ვალუტების დამატების გარდა რას აპირებთ? ვაპირებთ რეგიონალურ ექსპანსიას აუცილებლად. გვაქვს ესეთი ამბიცია, რომ მინიმუმ ერთ ქვეყანაში გავიდეთ ერთი წლის განმავლობაში. ვაპირებთ მომსახურების კიდევ უფრო დახვეწას, ახალი პროდუქტების დამატებასაც. ამ ყველაფერს ვიკვლევთ ჩვენს არსებულ მომხმარებლებთან და ზოგადად ბაზართან, სადაც დავინახავთ ნათელ ტკივილის არეს, ვცდილობთ, რომ იქ შევიდეთ და ის პრობლემები გადავწყვეტოთ. ეხლა გაქვთ ესეთი ტკივილის არეები მონიშნული უკვე, რასაც თქვა წლის ბოლომდე დაასრულებთ?
რეალურად ჩვენი ბრენდის მთავარი ამოცანა არის, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს მომსახურებები, რომლებიც არსებობს, ან რთულია, ან ძვირია. შესაბამისად, დღესდღეობით, რადგან ჩვენი ფოკუსი არის კონვერტაცია, მთავარი ფოკუსი გვაქვს იმაზე, რომ ვალუტები დავამატოთ და მრავალფეროვნება შევთავაზოთ მომხმარებელს. გვაქვს კიდევ რამოდენიმე გეგმა, თუმცა მინდა რომ კიდევ გესტუმროს და ისა მოგიყვეთ უკვე, როდესაც დავხვეც და გავუშვებთ ბაზარზე. ანუ ამ წლის განმავლობაში გეგმება ეს რომ დავასრულოთ. კი ბატონო, შევინახოთ ეგ მომავალი შეხვედრისთვის. ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ ჩვენი წინა შეხვედრიდან გამომდინარე, თქვენ მაშინ აღნიშნეთ, რომ აპირებდით ზუსტად 2025 წელს თარიღის დასახელეთ, ეხა კონკრეტული პერიოდი არა, რომ შეგექმნათ პლატფორმა, სადაც ვალუტის გამყიდველებს და მყიდველებს ერთ სივრცეზე გაერთიანებდით ერთ სივრცეში. არის თუ არა უკვე ზრუები ამ მიმართულებით? ამ პროდუქტზე აქტიურად მუშაობთ. საკმაოდ კომპლექსური პროდუქტია, როგორც დეველოპმენტის კუთხით, ასევე საოპერაციო კუთხით. თუმცა მიმდინარეობს ამ პროდუქტზე მუშაობა და ჯერ წელი ახალი დაწყებულია, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზეც შემდეგ შეხვედრაზე გავიგებთ მეტ დეტალს. ძალიან დიდი მადლობა ნინო, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენი სტუმარი იყო კურსიჯის დამფუძნებელი ნინო კუპრაშვილი.